ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. CNN-ი წერს, რომ ეს ქვეყნის ბირთვული ობიექტების დაზიანების პირველი დადასტურებაა მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ისრაელმა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა დაიწყეს. თანამგზავრულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ დარტყმები დიდ საწყობსა და ორ პატარა ორსართულიან შენობას მიაყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ღამით თეირანის ის ნაწილი დაბომბეს, სადაც ირანის სამთავრობო შენობებია განლაგებული. საჰაერო ძალების დაახლოებით 100 ავიაგამანადგურებელმა კომპლექსის ტერიტორიაზე 250-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდო. ირანის საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, სამხედრო საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა განადგურებულია, აცხადებს ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თეირანს ლაპარაკი სურს, მან კი უთხრა, რომ ეს ძალიან გვიანია. ამერიკული პიტბულ ტერიერი, ჰასკი, ლაიკა, არგენტინული დოგი კობახიძის განკარგულებით ძაღლების რამდენიმე ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. მისი დარღვევა კი 10,000 ლარით დაჯარიმდება. გადაწყვეტილება კონკრეტული ჯიშების ჰიპერპოპულაციით არის ახსნილი და რეგულირებას ისახავს მისდად. 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ჯიშების ძაღლების მოშენება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა ეკრძალება.